ამოვედით უჯარმეს ციხესიმაგრიდან თურმე მხოლოდ საფეხურები, რომელიც გაკეთებულია. ის არა, რომელზეც ასეთად იხარ. არის 200 საფეხური. 200, ოღონდ როგორი 200 იცი? აი ახლა აი ამაზე რო აძვრე ეგეთი. და ამოსვლა არის გულის გახეთქვა. ფეხები მიკანკალებს. ნეტა ჩავიდოდე კარგად, ეხა რო ამოვედი, ეს ადგილი არ გადამიღია და ჩასვლის დროს გადავიღებ. ღირდა ძმაო აქ მოსვლა. რამდენჯერ ვარ აი აქ გამოსული და ჩანს მხოლოდ აი ეს წვეტი. მორჩა, აი მისიქით არის კომპლექსი. ვერც ერთი ციხესიმაგრე ვერ შეედრება. რაც კი ახლა არის და სიდიდით და მოცულობით არის ყველაზე დიდი. ვისაც სიარული გიყვათ ტყეღრაში უნდა ამახვიდეთ. უჯარმის ციხესიმაგრე. აქ გარდაიცვალა ვახტანგ გორგასალი. ბოლო ბრძოლის დროს დაიჭრა და თავის მეუბნებმა ამოიყვანეს ამ ციხესიმაგრეში და აქ გარდაიცვალა მოკლედ. ციხესიმაგრე არის რა უზარმაზარი. დაახლოებით 2 კილომეტრი იქნება გარშემოწერილობა. და ხო გზის პირას ვართ, იქით ჩამოდის მდინარე და მდინარის ბოლომდე არის სასახლის ნანგრევები და მთელი გალავნები. ძალიან ბევრი ადგილია ესეთი, სადაც არ მესულვართ, მაგრამ სადაც მივედით, ეგეც საკმარისია სანახავად. ფასიანია შემოსვლა. მოსწავლე ღირს ლარი. დიდი ადამიანი ღირს 10 ლარი. ასე რომ რო გადაიხდით, აქ რო ახვალ და ჩამოხვალ 10 კილოს დაიკლებ. ვერც ერთი ტრენაჟორი ვერ შეედრება აქ სიარულს. მანქანამდე მიმიყვანა, ახლა არაფერი მინდა. მუხლები და ყველაფერი მიკანკალებს. ამოდით, ამა. ბოდიში. მადლობა. ეხლა ისინი რომ მიდიან არ იციან სად აქვს სასიარულო. მე ვერ ჩამოვედი, ღმერთო, რა მხელა გზაა. ის უკვე ჩავიდა დაბლა. გაღო ანუ პულტმა თუ გააღო 50 მეტრში მაინც ვარ მანქანასთან. ცოტაც დარჩა, ცოტაც, სულ ცოტაც. იმან წაიღო იქნება მანქანაში და ორჯერ ჩავიდა და ამოვიდა და რა გიჟი ბოში. რა თქმა უნდა, ჩემი წყალი უნდა დალიოს ეხლა. აქეთ აგზით არ წავალ, დიდია. აქეთ კიდე კიბეები. ეს იარაღი არის დანიელისი, რომელიც შეიძინა
სიღნაღში როცა იყო მაშინ. წავირები ხოლმე მე. რა შობოდი? მომაბანოს თამაშობდი. ეს იყო უჯარმის ციხესიმაგრე. დღეს არის 2025 წლის 23 ნოემბერი. გილოცავთ გიორგობას. ნახვამდის.